საქმეში სადაც არ არსებობს დაზარალებული, მათ შორის არც ფიზიკურად, არ არსებობს პირი, რომელიც იტყოდა რომ დაზიანდა, სადაც არ არსებობს პირდაპირ მტკიცებულება, არსებობს ერთადერთი გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც საწინააღმდეგო დასკვნაც დაცვის მხარემ მოვიპოვეთ და საქმეში ჩავდეთ და დავკითხეთ ექსპერტიზის საუბარია სამხარაული სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნაზე და ექსპერტის ჩვენებაზე, მოსამართლემ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მოსამართლემ სანამ გამოაცხადებდა განაჩენს, სცადა ფაქტობრივად რაღაც კუთხით რაღაც გავლენა მოეხდინა წინასწარ თითქოს მოემზადებინა დარბაზი, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რატომ ღებულობდა ამ გადაწყვეტილებას, თითქოს აღნიშნა რომ საქმე იყო მეტად რთული, თითქოს აღნიშნა რომ გაანალიზა ძალიან ბევრი დაცვის ხარის მიერ დასმული საკითხი, თუმცა სამწუხაროდ აღნიშნა ის, რასაც ამდენი ხანი, ამდენი თვეა ველოდით, გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, ჩემთვის წარმოუდგენელია მოსამართლე რას დაეხნო. დღევანდელი სასამართლოები, ისევე როგორც ბოლოდროინდელი, ყველა არის აბსოლუტურად უსამართლობის ზეიმი და ჩვენი აქცია ზუსტად ამას აპროტესტებს. თვალების ახვევა სამწუხაროდ თემიდასგან განსხვავებით, რომელიც ზუსტად სამართლიანობისთვის სჭირდება, ჩვენ შემთხვევაში ზუსტად სინამდვილის რეალობის დანახვისგან საპირისპირო მდგომარეობაში გადავყავართ, როგორც მთელი სასამართლო, ისე მთელი ქვეყანა. აი ეს პროტესტია ეს, არა მარტო დღეს. უბრალოდ დღეს ვართ ასე წარმოდგენილები. თორე ეს არის ყოველდღიური, ყოველწამიერი მდგომარეობა ჩვენი და შესაბამისად ჩვენი პროტესტიც ყოველდღიური და ყოველწამიერია მე რომ